პილატემ წარწერას დაწერა და ჯვარზე დაამაგრა. დაწერილი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად. უთხრეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა პილატეს: ნუ დაწერ იუდეველთა მეფე. არამედ რაც მან თქვა, იუდეველთა მეფე ვარო. მიუგო პილატემ: რაც დავწერე, დავწერე. ჯარისკაცებმა ჯვარს რომ აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და გაჰყვეს 4 ნაწილად. თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თავისი წილი და კვართი. კვართი არ იყო შეკერილი, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო. უთხრეს ერთმანეთს: ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ ვის შეხვდება. რათა აღსრულებულიყო წერილი. გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ხყარეს ჩემს ტანსაცმელს. ასე მოიქცნენ ჯარისკაცები. იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა. უთხრა დედას: დედაკაცო, აჰა, შენი ძე. შემდეგ მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი. და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი. ამის შემდეგ იცოდა რა იესომ რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი, წერილის აღსასრულებლად თქვა: წყური. იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსულს და პირთან მიუტანეს. როცა მიიღო ძმარი იესომ, თქვა: აღსრულდა. დახარა თავი და სული განუტება. რა კი პარასკევი იყო, შაბათს გვამები რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო. იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტრიეს, ერთსაც და მეორესაც. იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი. ხიბლმა დაადასტურა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ. რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი. მისი ძვალი არ შეიმუსრება. ასევე სხვა წერილიც ამბობს: შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იესოს მოწაფე კი იყო, ოღონდ ფარულად, იუდეველთა შიშის გამო, სთხოვა პილატეს, რომ ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ დართო ნება. მოვიდა იგი და ჩამოხსნა მისი გვამი.
მოვიდა ნიკოდემოსიც. ერთხელ რომ ხამით მივიდა იესოსთან და მოუტანა 100 ლიტრა სმირნისა და ალოეს ნაზავი. აიღეს და შეახვიეს იესოს გვამი ტილოში, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მიღებულია იუდეველთა შორის დამარხვისას. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო. ბაღში კი ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ. იქ ჩაასვენეს იესო იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.